გადავწყვიტე რომ ჩემი თავი გამოვცადო უმკაცრეს პირობებში -10 გრადუსი ცელსიუსი, ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრი. არ მაქვს ჩანთა, ასევე არ მექნება არც საძილე ტომარა, არც კარავი და არც პარალონი. ანუ არაფერი, რაც სიცივისაგან დამიცავს. ასევე ვიდეოში ნახავთ, თუ რატომ მომიწია ღამის 3 საათზე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე რთული 10 კილომეტრის გავლა. უმძიმეს მდგომარეობაში, რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მიმაღებინა. მოკლედ ჩაუჯექით ვიდეოს და არ გამოტოვთ არც ერთი წამი. გამარჯობა მეგობრებო. როგორც დაგპირდით, მარტისთვის რაღაც სიგიჟეს ვაპირებ მეთქი და აი ისიც. მე, ტაისონი და ზურა მივდივართ ძალიან მაგარ ადგილას, სადაც დახვდება ძალიან ძლიერი ყინვა და საკმაოდ დიდი თოვლი. მანქანა დავტოვე მაგისტრალთან, ზუსტად გვერდით. 1-10 კილომეტრი მაინც გვაქვს გასავლელი, მივდივართ ნადარბაზევის ტბაზე მე და ზურა. ნადარბაზევის ტბის ზემოთ. ოღონდ ნადარბაზევის ტბაზე არ გავჩერდებით, ავდივართ აშურიანის მთებში, რომლის თავზეც დაგვხვდება ფიჭვნარი, საკმაოდ დიდი ხეები. ეგ არის ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრზე. იმედია კარგად გაგვიმართლებს და რა მშვიდობით ავად და დავრჩებით. და რაც თავარი არ გვაქვს არც კარავი, არც საძილე ტომარა, არც პარალონი და არაფერი. ხოლო და ესე ვართ, აი. წყალი გინდა? ნიავთვით რა თვითონ აქ. აჰა. ჩაკბიჩიც აგემრიელია. სპილები არ დავგვერდით მაგრამ. გადაღლავე. ცოტა სვით ვარ. აუ, მარჯვენა თვალი გამაგინა. წეხა თქვი 1-3 კილომეტრი იქნება ასავლელით, მაგრამ ახლა რო შევხედეთ 15 იქნება ჩი. აი დავიწყე. აგაგებინით. ასეთი ამინდი გველოდება მე და ზურას შემდეგი 24 საათის განმავლობაში იმ ადგილას, სადაც მივდივართ. მინიმალური ტემპერატურა იქნება -10 გრადუსი ცელსიუსი, ხოლო მაქსიმალური, რასაც ჩვენ სითბოს დაუძახებთ, იქნება -2, -1. ესეც შუა დღეს, როდესაც მზე ბოლომდე მოაჭირს. ერთ რაღაცაზე მინდა საუბარი. აი ეს მანქანა დაიმახსოვრეთ. ქართველების არ გეგონოთ რაღაც. არასწორი რუსები არიან. აი ხა არ მინდა ვიდეოში გინება და რაღაცა რა. არ ხმორობ ის სიტყვებს თუ ძალიან არ გავბრაზდი. მაგრამ დაიმახსოვრეთ. აი ქართველი კაცი შანსი არა. ხა კი არიან ქართველი არასწორი ტიპებიც რა კაცები, მაგრამ ძირითადად ვიცი. ქართველები არიან ძალიან ჯიგარი ადამიანები. გვერდში დგომა ვიცით, მაგრამ აი უცხოელები არიან მაგარი არასწორები რა. მით უმეტეს ეს საზიზღრები. ჩვენი მტრები შემოსულები არიან ტიპები. გულაობენ საქართველოშია და ამ დროს ჩვენ მაგათ გამოირჩევთ ხოცავთ. აი მახსოვრეთ. ამ არასწორებმა ისე ჩაგვიარეს გვერდი. ვითომც არაფერი ვერ ერთ ადგილზე გაიჭედნე. გადმოვიდნენ ნიჩვებით რა და სანამ მე და ზურა წამოვეწიეთ ისე შქარობდნენ, რომ სანამ მივიდოდით უცებ ჩაიგდოთ ეს ნიჩვები მანქანაში და წასულიყო. რაც გულში გეძახით. განა ვერ ვივლით და რაღაცა რა. რისთვის მომცა ღმერთმა ენერგიაც, ძალაც და ფეხები რა. იმისთვის რომ ვიარო. განა იმაზე მაქვს პრობლემა რომ ვერავარ და რაღაც. უბრალოდ ადამიანს რო ხედავ და შეგიძლია დახმარება. რავი. ყველა ეგეთ კაცს გაუმარჯოს ღმერთმა და ყველა ეგეთი არასწორის დედაცვადილი. მანქანა ყავ დატოვებული. აი როგორ გითხრათ, იმ თების ქვეშ მაგისტრალი გადის და იქ არის მანქანა. ზურა შენი ხმა არის მის დამიჯერე.
მეგობრებო, რას ვაპირებ დღეს? ოღონდ ხონა რომ ვიდეოს უყუროთ თავიდან ბოლომდე. პირადად მე ასეთი ვიდეო არასდროს გადამიღია, ჩემთვის ეს იქნება საუკეთესო ვიდეო, ყველაზე რთული პირობებით. აი, რთული პირობებიც აღარ ქვია ამას. ეს არის უკაცესი პირობები. და გთხოვთ მეგობრებო, რომ ეს ვიდეო დაფასდეს. რა თქმა უნდა, ნახვების გამო მე არაფერს არ ვაკეთებ ხოლმე, ვაკეთებ ყოველთვის ამ საქმის სიყვარულის გამო, პირადი მუღამის გამო, მაგრამ ნახვებიც მნიშვნელოვანი ამ თემაში, რომ ეს ყველაფერი დაფასდეს. დღეს რითვი ვარ? სპეციალური სალაშქრო შარვალი, გამაშები, გრეიდერის ბრენდის ზამთრის ყინვაგამძლე ფეხსაცმელები, შიგნი სპეციალური სალაშქრო წინდები და მერე მაგ დამატებული ცხვრის მატყლის წინდები. ეს ქვემოთ, ზემოთ პაპაჩემის ქურთუკი, ნიდერლანდური ბრენდის C&A's, რომელიც ასევე ყინვაგამძლე არის. ეს ზედა, შიგნი სალაშქრო ზედა და შიგნი ერთი მაისური. ქამრით ვატარე მათარა. ზოგადად ომში ასე მიქონდათ ხოლმე, ეს არის სპეციალურად ქამარზე დამჭერით. ტაქტიკური ქამარი მეკეთია. აქ მაქვს ნაჯახი ფისკარს X13, აქ მაქვს ჩვეულებრივი რაღაც 10 ლარიანი ხერხი და აქვე მაქვს ქოცილის ვოიაჟერი. არანაირი წყალი, არც მათარა, არც საძილე ტომარა, არც კარავი, არც პარალონი, აი არაფერი. საჭმელი კიდე მხოლოდ კარტოფილი და ხახვი მაქვს, მე ისევე როგორც ზურას. მორჩა. აუ, რა სხვანაირი ყოფილა. განათდა სამყარო. თვალები როგორ არ გეტკინა ზურა. რა მეტკინა ძმა ჯერ ნამქერი მაყლილა სახეში და მე იქიდან რომ მოდიოდი ზე პირდაპირ მიხავდა. მაგარ დამყავდა თორე სიარული ხო იცი. აჰა, ესენი არ გეჩავყრი და ხოლ შეუშლის. აბა, ვინ დაგაცი, დაიო დაიო. აქედან მინდა მოვიკითხო ჩემი ბიძა ანტონ სიდამონიძე. მოკითხვა მას და მადლობა, იმიტომ რომ მანქანა რო დავტოვე, მაინც მერვიულობდი რა ადამიანების გამო. არავინა ასანდო და შეიძლება რაღაც მოპარო, მით უმეტეს ესე უყურადღებოდ იქნებოდა მიგდებოდი. ხო და მოკლედ პოლიციელები მიხედავენ. გადაცემული არის და მიაქცევენ ყურადღებას. მანქანის დარდი აღარ მექნება. ეხლა წამიერდან უნდა გავჩერდეთ და კიდევ რა უნდა მეთქვა. კი შეგითხარით თავიდან რომ მხოლოდ კარდალა მაქვს თქო. მათარა არ წამოვიღე, ძალიან დამამძიმებდი და 1 ლიტრა წყლის გამო. კარდალა გვაქვს, ხოლო ცეცხლს რო დავამატებთ, ჩვენი ერთადერთი წყლის მიღების საშუალება იქნება გადამძნარი თოვლი. კარდალის მეშვეობით. თანაც ერთი კარდალა მაქვს, ზურას თავის უნდა წამოიღო, მაგრამ დაავიწყდა. და ჩვენი ერთადერთი საჭმელი კარტოფილი და ხახვი. ზურა მორები გაეძრო. დაგაკუდა ჯამბია. ოიმე. ამხელო. არც დამყარია და არც ხმელი და. მოდი მიმატანინე რა. ოქრიმა, აუ, ხელსაწყონები და. ვინც ეს მოჭრა დაგდაყარა, ღმერთმა გაუმარჯოს. აი გაცია. ესენი გამოგვადგება კედლად. ძიმე, ვახშე. კი. ვახშე. ვახშე. წელის ტკივილი გადაუვალია. ესე. სწორი წელის ჩაგდება. გადააგდო. Kijk, ik moet zeggen. Is mooi binnen. Ik ben in oorlog. ანუ ეს მთლიან სიგრძეზე დავაწყეთ რა. ფიჩხები ჩავჭედეთ და მორებს მივალაგებთ კონკრეტულად იქ სადაც ჩვენ მეორე მხარე ზურგით ვიქნებით. ნელა, წივ დამეჭე.
ხე ეს გამოვწიო ცოტა. მაგას გეუნებოდი გამოვწიოთ ხუთია. არ შედებოდა. მოდი, დადი. აიცადებს. ვიდი არა, ეს ხასტებს. ზუსტად 6 მორი დაგჭირდა რომ კედელი ამოგვევსო. ახლა მე აქეთ გადმოვიდნე და მარტო მე ვარ ხელთათმანებით და მორებს შორის ადგილები სულ უნდა ამოვავსო რომ იქით ნიავიც არ შემოვიდეს. მაგარი ღამე ველოდი რა პატრიცი. ეს ვიდეო. ესმის და ღმერთმა თქვა დილასაც მოესწრეთ. ღამეს რომ მოესწრებით წესით კი. ველი იგრე გა. ჩემი კიდე ჩამიარა ძა. ვიღა დაგაჩინა შენ. ხოგეუნ. დაიჯერე კარგად. დედას პიცაო როგორ ეს ზე ჩამიარა დედა. არ ვიცი თუ დაინახე. იმენა ესე რომ ვიდგე და ასე ჩამომიაროს გარეთ. თან აი ჩაგათვლი და სახეს. ერთო და ეფოს გამათლი რა მე. აი რო გითხარი ეხა გადავხდეთ მეთქი რა. და ეგრევე. ზურა გადაარჩინა ღმერთმა და დაიმახსოვრეთ ღმერთის იმედი არასდროს დაკარგოთ. ხო დაინახე ზურა როგორ გადარჩა. ძალიან სახიფათო მომენტი იყო და ღმერთმა გადაარჩინა ზურა. აი ისო მოდი აქ შენ კამერასთან და მანდიყავი არ მოხვიდი აქ მანდიყავი. მანდიყავი შეხო კარგი ბიჭი ხარ არ გაინძრე და ესო წაიქცევ არ წამოხვიდი აქ. ამაღამ შეშა არ უნდა მოგვაკლდეს. მეგობრებო, კი იცით რომ ჩემი ვიდეოებიდან გამომდინარე იცით რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ჩემთვის ცხოვრებაში უპირველესი და უმნიშვნელოვანესი არის ღმერთი. და ის რომ ქრისტეს უფრო და უფრო დაუახლოვდე და უკეთესად მოვიქცე. ხო და ვიფიქრე რომ საკმაოდ დიდი აუდიტორია მყავს და ყოველ ვიდეოში ქრისტიანობაზე რაღაცას ვისაუბრებ ხოლმე. ჩემი აზრით ეს ჩემი ვალიც არის. ვალდებულებაა. აჰა. აი მაგალითად მთელი გზა ვფიქრობდი და ვფიქრობდი ღმერთისადმი იმედზე, რწმენაზე, რამდენი რაღაც შეგიძლია მაგით ადამიანმა გააკეთა. ეხა მე რო აქ წამოვედი პირადი ინტერესის და პირადი მუღამით. კი, ჩემი თავისი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, რომ ჩემი თავისი იმედი მაქვს ძალაშიც, სისწრაფეშიც, გამძლეობაშიც, გონებაშიც, ყველაფერში ჩემი თავისი იმედი მაქვს, მაგრამ ამის თავზე ვინ დგას ღმერთი? პირველ რიგში მაქვს ღმერთის იმედი. ეს ძალაც, ენერგიაც, გონებაც, ყველაფერი მან მომცა. ორი ფეხი მაქვს, ორი ხელი მაქვს, რამდენი რაღაც შემიძლია, ხო? არც ჩემს ძალას უჩივი. არაფერს არ უჩევი და ეგ მომცა ღმერთმა. ეხა აქ რო ვარ ასეთ კაც პირობებში გავჩერდებით ღამით. მით უმეტეს ამ წაში მგლები ბინადრობენ. ვიცნობ აქაურებს ადგილობრივებს და ბევრს ვთქვამს, რომ შეუნიშნავთ გელი არაერთხელ. თან ცოტა ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში არის ცხვრის ფერმები და მაგ მიზეზით უფრო არიან ხოლმე კიდევ. ვინც არ უნდა იყო, ყოველთვის პირველ რიგში უნდა ქონდეს ღმერთის იმედი. ადამიანებს კი არ უნდა ენდო ჯერ, უნდა ენდო ღმერთს. ღმერთის მერე შენს თავს და უკვე საყვარელ ადამიანებს. ახლა ეხა ზურა რო გადაარჩინა ღმერთმა. ღმერთმა გადაარჩინა, ვინ გადაარჩინა? არც ანუ ადამიანი საკუთარი ზურა არ გაწეულა, იდგა და ზუსტად ჩაუარა ტოტმა. თვითონაც რო გაწეულიყო. ეგეც ღმერთისგან მოდის ყოველი ჩვენი მოქმედება, კარგიც თუ ცუდიც. რა თქმა უნდა თავისუფალი ნება გაგვაჩნია და
ხშირად ცუცაც ვაკეთებთ, რაც სამწუხარო. ანუ ამის თქმა მინდოდა ამ მოკლე საუბარში, რომ არასდროს დაკარგოთ ღმერთის იმედი და ამის მაგალითად მინდა მოვიყვანო დავით მეფსალმუნე. უდიდესი მეფე მთელ მსოფლიოს ისტორიაში, ჩემთვის არის დავითი უდიდესი მეფე. და უდიდესი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება გახდეს ღმერთის რწმენით. დავითი იყო მწყემსი, უბრალო მწყემსი, რომელიც ღმერთმა აირჩია ისრაელიანთა მეფედ. უბრალოდ პატარა შურდურით დაამარცხა გოლიათი ფილისტიმელების და იმ გოლიათს თავისივე მახვილით მოკვეთა თავი და მე გახდა ისრაელიანთა მეფე. აი ცხოვრებაში თუ არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ დავითის შესახებ, აი რამდენი ბიბლიის ეს კონკრეტული თავი დავითზე, რამდენი რაღაც გამოუვლია დავითს. რამდენი წინააღმდეგობა ქონია და სულ ღმერთს ხოდა ხოლმე დახმარებას და ღმერთი ყოველთვის ეხმარებოდა. საკუთარი შვილიც კი მტრად ყავდა. მაგრამ ღმერთი ეხმარებოდა და დავითი არის ამის დიდებული მაგალითი. მისი საქმე უკვე მისმა შვილმა სოლომონმა გააგრძელა, რომელიც არის სიბრძნის სიმბოლო ჩემთვის. მაგრამ შეიძლება ჩემი ეს საუბარი ბევრმა არ ჩათვალოს საჭიროდ, ან არ იყვეთ ქრისტიანები, ან საერთოდ არაფრის არ გწამდეთ, მაგრამ უბრალოდ რაღაცაზე დაფიქრდით ხოლმე ცხოვრებაში, რაღაც მომენტში, როდესაც მარტო დარჩებით საკუთარ თავთან. ოღონდ საკუთარ თავთან ისე თუ გადატანით იმ მნიშვნელობით, საკუთარ თავთან მარტო არაზუსტ ხარ ღმერთთან. სადღაც 5 საათია წყალი არ დამიდევია მეტი. თოვლი მაქვს ნაჭრად. მაგრამ თოვს იმდეს არ ვჭამ, როგორც გითხარით, ბევრი არ გინდა. გაუწყნოებას უფრო უწყობს ეს. როგორ მე უნდა გავაჩოჩო. გადავწერო. ძირს. ეს მეორე დიდი მორი. აი ეს არის რთული პირობები და ნამდვილი მუღამი და ვარჯიში. აი ძიმია. ნელა თოვლი არ გამომედა სტოდი. ელა ბიჭო, ყელზე მომდაჭყვა. შეჭები. თუ ატრიალე გითხარი მაინც. თავში მოფლობიდობიდოდი. მეგობრებო, რაღაცის თქმა მინდოდა, ანუ ვისაც ტაისონი ძალიან გიყვართ, ვიცი რომ იდარდებდით მასზე და ტაისონზე არანაირად არ იდარდოთ. ძალიან თბილი ქურთუკი აცვია, ეს ახალი გამოუწერე სპეციალურად ყინვებისთვის არის. ეს შიგნით დათბუნული არის. არც ის ვერ ესატარებს თან მშრალი თოვლი, რადგან არის. არ სველდება რა. და სველ თოვლში და ეგეც სიცივეში ნამდვილად არ წამოვიყვანდი, დავტოვებდი მირჩევნია. ტაისონისთვის საჭმელიც მაქვს. თოვლს რო გადავადნობ, წყალსაც და უსხავ, მაგრამ დიდად წყალს არ სვავს ხოლმე ესეთ თოვლში, უფრო ჭამს ხოლმე. რო დავუკვირდი სხვა ვიდეოებშიც მithქვამს. ღამით ძალიან თბილად მეყოლება, ანუ არანაირად არ იდარდოთ. ისე მიყვარს ტაისონი, რომ ჩემს სიცოცხლეს მოვაკლებ წლებს და მას მივცემ, ამიტომ არ იფიქროთ, რომ რაღაც ცუდად იქნება ან რა. ორ რთულია ზოგადად. ესეც თოვლში სიარული. უფრო მეტი ენერგიანი აქვს, აი, ჩავარდნის მომენტებიდან მერე ფეხის ისევ ამოწევას. ხლებამდე თოვლია რა.
მეგობრებო, პატარა ცუდი ამბავი მაქვს რა, არ ვიცი ამდენად ცუდი სიტუაციაა, მაგრამ ჩემს უკან რომ ორი არის, მე და ზურას მოგქონდა. ზურა მიდიოდა წინ, მე მოვყვებოდი უკან. ეხლა ზურამ სულ არ იცოდა რას ვაკეთებდი და ერთ მომენტში გავჩერდით და ზურამ დააგდო წინა მხარე და ეს მთელი წონა და დარტყმა რო წამოვიდა ხელზე, მომხვდა საკეთში. აი მარჯვენა ხელის საკეთში და ან მყესი მაქვს დაზიანებული, ან თვითონ საკეთის კუნთი, იმიტომ რომ საშინად მტკივა, ხელს ვერ ვშლი. ძალა მაქვს წინ მაინც და კამარს მოვიხსნი. და ხელი უნდა ჩამოვიქნა დროებით. მოდუნდეს დაისვენოს. აუ ეს ნაჯახი უნდა მოხსნა. შეჭამა სულა. კარგია რო ჭამა. აისონმა ჭამა. ესე მექნება ხელი რა. მოდუნებულ მდგომარეობაში გამივლის. ხელზე იმიტომ კი არ ვიზახიოთ კივილი მაწუხებს, უბრალოდ რომ აი ეს რომ მიშლის ხელს, რომ ვერაფერს ვაკეთებ წესრიგად რა. აქ მაქვს ვაზელინის ბუთულები. ორცასავიდებ ერთი არ მგონია, ეყოს ისეთი ყინვა. აქ მაქვს კვარი. მაგარი სუნია ხანას. კი. ცეცხლი პირადად არ მინდოდა, მაგრამ ზურას აქ ფეხები ჩამპალი, რასაც ქვია. და რო არ დაიბრიდოს, ნერვებით და. ამბალი იქნება. მოაყარე სამერინარელი. აუ, ნახე ხეზე რო დავჯექი დამილპა ყველაფერი. როგორ შავბოლს უშვებს, ფიჭვი. თუ დაკვირები ხარ. შვევია. ფეხები მაქვს დამპალი, აგერ გასაშრობი მოვიწყოთ ფეხის, რომ და დავალაგეთ ისე რა. მორი იქ დავდებით და ესენი ძალიან ნენელა მიარაგე. ზეზე რო დგები. ზეზე რო დგები ხვაზე ხარ რა სხვანაირი სიტყვა აქვს მან. მე ვერ ვგზნობ სიმართლე გითხრა ამ ზეში სიტყვას. მე ვგზნობ, იმიტომ რომ სულებით გაყინული ვარ. მე სიმართლე გითხრა, ეხლა ძალიან თბილად ვარ. ეს სველნაძე რო დავჯექი და ის გამიცივდა. მე და ზურამ თუ არ ჭამეთ დავიბრიდებით. ზურა საათი რომელი არის? 6. წარმოიდგინეთ, დილას მანქა ჩემთან რომ მოვიდა ზურა, ტოსტი მქონდა წინასწარ გამზადებული. 2 ტოსტი გვაქვს ნაჭამი, ანუ ერთი მე, ერთი ზურას. მეტი საერთოდ არაფერი. წყალი გვაქვს დალეული სადღაც 300 გრამი ალბათ. ეგეც არა. სადენი დავკარგე. ჭიქა დავკარგე. ამან ხელი მოიტეხა. აჩე რა სიცარცებ ხელი მოვიტეხი არა ის. 1-10 კილომეტრი კაკ მინიმუმ. მოხდამდე თოვში ვიარი. არა დღეს ძალიან ძიმე დღეა. ორკაც გვაქვს ამოღებული მოკლედ კარტოფილი რა სადღაც. ხალხი ჩაგი. ხალხი გდია 3-3 მეტი არის. კარტოფილი გადმოვივალე. ხო, აკეთ. ეგ მან დაიბრაწოს. ეგ იქნება ეს. კი. თან ნახე აქეთ ხარ დიდად ვერ უკაჩავს. თოვლი უნდა გადავადნოთ ხოლმე და ეგრე მივიღოთ სითხე. თუ არა ციო. ხან იცით როგორ სო? აი ესე რომ ტოტები და რაღაცები არ შეყვეს. ახი ჭიო მაიების ოჯახი გააყოლა. ვერცხლ. ეგემო რაღაცნაირად მარა წყალს მივიღებთ. ისე
არის. ახლა ხელა ეს. ბიჭო, რა ხელა? ისინი არ წაიყვანოს ჩემი, რა ხედა. იმინო. დაჯდა. ხო? მიმინო არ არის ეს. იმინო. მიმინოსთვის დიდი არის, დამიჯერე. ბევრი მიმინო. მიმინოს არის პატარის არის. მიდურის არწივი იქნება ან ქორი? ის არწივი არ ვგონი. მიდურის არწივი პატარა არის. სხვანაირი ისა აქვს. მიმინო, თავი აქვს სხვანაირი. მიმინო ამაზე ბევრად პატარა არის. ნანახი მყავს ახლოდან ბევრჯერ. ძალიან დიდი იყო, აი ესე იქნებოდა. აუ რა ლამაზი იყო ის. მაგარი. დანავა და შემოშინა და ისინი არ წაიყვანოს. არა, ვერ გაუკაჩავს. აი იმას ვსვათ ეხა, ოღონდ რა თქმა უნდა, ამებს არ ვიყოლებთ. პირს დაკუმავ და ეგ არის. დღეს მაინც 2 ლიტრა წყალი რომ მივიღო ძურა. სითბოშიც დაგვეხმარება, ანუ ორგანიზმის გათბობაში და რა თქმა უნდა გაუწყლობას გადაურჩებით, იმიტომ რომ აი მართლა ესე არასდროს ყოფილა, რომ ამდენი ხნის მანძილზე წყალი არ დამელია. ვით უმეტეს ამდენი ენერგია დავხარჯეთ, აი ვერ აგიღწერთ რა. ანუ შეიძლება ასე არ ჩას, იმიტომ რომ ყოველ მომენტს მე და ზურა არ ვიღებთ. ვით უმეტეს ზურამ USB დაკარგა, მე უსადენო დამტენი ჯიბით მომქონდა. USB დაკარგა, ტელეფონს ვერ ტენის. ჩემი USB ამაზე არ მიდის, იმიტომ ჩემი რომ ვიდეოს არ უყუროთ, იმენა არაფერი არ იქნება შეგნით. და წეღან ჩემაც გაუფრინა, USB დასველ და აღარ ტენიდა და მოკლედ ძალიან ისეთ მომენტში ვართ, ეხა ჩემი ძლივს გამოვაშრე და იტენება და Короче, вообще დავიწყოთ. მოვედით. რამდენი კილომეტრი უხლანო. სადღაც 10 კილომეტრამდე გავიარეთ. USB დავკარგე, ჭიქა დავკარგე. ერთწავს 10 კილომეტრამდე გავიარეთ ან მუხრებამდე თოვში და ეგ უდრის სადღაც 20 ან 25 კილომეტრი რო გაიარო უბრალოდ. თან აღმართით ჩემი. ვით უმეტეს აღმართსევი არით. მე ხელთათვანი დამჭა. დაღლით არ დაღლიوار, მაგრამ ორგანიზმზე ხო ისახება რა. თარა დამჭა. ამას ყველაფერი დარჩა. ნუ ჩანთების გარეშე კი მოვდიოდით, მაგრამ ეხა ქურთუკი მაგალითად ნახეთ როგორი მოცია. სიგარეტი გამომელევა. აქ ჯიბეები მაქვს, ცეცხლის დასანთები რაღაცეები მაქვს. აქ ჯიბეში ფანარი მაქვს. კამარი მეკეთა ტაქტიკური, ნაჯახი, ხერხი, დანა. უსადენო დამტენი და კარდალა, უსადენო დამტენი დიჯიბეში, კარდალა კამარზე. აი შენ ამას შენ არ ჭამ. რატო? ხახი არ შეიძლება და არ შეჭამს. შეიძლება? აა. სულდადრე მოქმედებ ძაღლზე რა. აი, ეს არის საოცრება. ხახვი. აუ რა კაია. ესენი უკვე ქანდაკების ნაწილი გახდა. გავალღო მე ვაი და დამჭირდეს ხამე. გავალღო ბამეებს ვაი და ხამე დამჭირდეს. ვაი კი არა, დამჭირდება მაგე უბნები. აუ. მაგარი ჩაყინულია თა. აქეთ ამხრიდან ზურა ვამატებ მორს. უნდა დაამატო, იმიტომ რომ დაკიდება. ვაფშე რა ფიქრობიცი? რას? შენაირი ტიპები. როგორ ჩვენ ვართ ახლა? საქართველოში არიან ვაფშე ასეთ YouTube-ს, ასეთ პირველში ასე თუ წირავენ თავის თავს. არა, იქნებიან უფრო მაგრებიც იქნებიან რა არა, თქმა უნდა. YouTube-ს ვამბობ, თორე შეიძლება ტიპები იყოს. არა, როგორც YouTube-ზე არა, იძინებდნენ იმენა. თორე ისე ბოლო-ბოლო მეცხვარეები ავიღო, ტიპები რა მაგრები არიან. მე ვამბობ თვითონ YouTube-ზე. აი ეგეთი არა ვინ არ ვიცი, რავი. გეგის მოვიკითხავ აქედან. გეგი მაგარი ბიჭია, ძალიან მაგარი ბიჭი ხა პირადად. არ ვიცი.
შეიძლება ვიცი, მაგრამ ერთადერთი ვინც მახსენდება და ვინც მთელი დღეები რო ისა ვიფიქრო გამახსენდება გეგია, მეტი არავინ. ყველაზე დაუფასებელი იუთუბერია კიდე ტიპი მე თუ მკითხავ. ზურა ჯიბეში ქონდა ჩაის ფერი. ჩავაგდეთ. მაგრამ შაქარი არ ვაგდა, რა ვის, მაგარი სიზღიცო. არაყი მიეცით. მე ალკოჰოლს არ ვიძებ, მით უმეტეს არ არის. არა, ეს ეხა ენერგიაში წავა რა. ორგანიზმს გამithბობს, კითხვილად ვარ, მაგრამ ისე ენერგიას მომცემს, თავი მისკდება. ცოტა უნდა შეგრილდეს ეს. აისოს რამდენჯერაც გადადუღებული წყალი დაუსხი, 1-3-4 წუთი არ იყო გასული და ხედავ და გაყინული არის. ზურა უკვე ნატრობს რომ მალე გათენდეს. ხარიდა? მოდი ეგ თუ შედეგა. Jason. ისი გაკეთება შეიძლება. კიდევ უარესი. აგერ ხო გუთია ცეცხლი, აი უყურეთ აქ არის ცეცხლი. აგერ შეხედეთ. ყინულის ლოლო. ვერტ ანახში. ისეთი ყინვა არის, რომ არაფერს არ ინდობს. რეკონა გვიდგა. წინდები სად დავითრიე? მამა მიყიდა. სად იყიდეო მაგდაი ძინდები? ცხვრის არის. სად იყიდეო? არ ვიცი მართლა მკითხავ მე. კარგებია. ხე ჩემთვის. თან კაი ფასიც მისცა როგორც მახსოვს. ეგ იყიდა უეჭველი დუშეთის გარგეთიდან რაღაცა მაგარი და სხვა რაღაცა და ფეხებს ვითბობ. დეჯები ხარ ვერაფერ დავაბლაგუჩი. ფეხებს ვითბობ, სველი არ მქონდა საერთოდ, მაგრამ აი ეს სასიამოვნოა მაინც და ფეხსაცმელების დავაწყე, რომ მაინც ოფრი ხომ ექნებოდა ცოტა და ბოლომდე გამოშრეს და კარგად იყოს. ტაისონი ჩვენთან არის, ზურაც აგერა რაღაცებს ჩალიჩობს, თლის. ჩანგალი. ჩანგალს მიკეთებს ზურა და ზურასგან გვექნება სამახსოვროდ. ზურამ გამოთალა ჩანგალი, მე მაჩუკა რა. ზურას გამექნება სახსოვრად. გამოიყენა მხოლოდ ნაჯახი და დანა. ძალიან კაი ვიზუალისაა. ეხლა არის თითქმის 11 საათი. რამდენიმე ხალხს და კარტოფლის შევყრი უკვე. კარტოფლის შეაგდეთ შევი კარდალიდან. ზურა სიხრაც იყო, სულ შევჭამეთ და 2 კილო კარტოფილი. ზურა ესე არის წამოწოლილი, მიაქეთ ხარეს ვარ. 3 მორისგან მოიფასები. მიაქეთ ხარეს ვარ და ეს კომლის საშინოდ გვაწუხებს რა.
არა, ისედაც უმეტესად ჩემკენ მოდის. იმიტომ რომ მაიცა როგორ არის დარმაცი ფილმი. ზარმაცი აქ რომელია კი იცი. დღეს ერთადერთი რაშიც შევწდი ეს არის რომ წამალი არ ჩავაგდე ჯიბეში რა. მეგობრებო ძალიან ცუდად ხოლმე. არა, კამერაში საუბრობ. პაცანზე ვარ გადმომჯდარი ეხლა. კონზე ვარ ეხლა გადმომჯდარი რა და აი ძალიან ცუდად ვარ. აგერ ზურა არის. მიზეზი მართლა არ ვიცი, მაგრამ ესე ჩემი თავი არ მახსოვს. უბრალოდაც არ ვაზიადებ არაფერს. თავი ხო აი თავის ტკივი ძლიერად არამე კი არ მაქვს. უფრო არასასიამოვნო ტკივა, მაგრამ აი გულმკერდის არეში ვცნობ ისეთ არასასიამოვნო შეგრძნებას. ისეთ ცუდ შეგრძნებას, რომ ვერ აგიხსნებ სერიოზულად. ძალიან ცუდად ვარ. აი ვიდეო გამივლის რა. არც საუბრის მოღავი მაქვს არაფერი. ვერ გავიგე. ხმა იყო რაღაც. ათე? ფიქრისას გავდა, მაგრამ ფიქრს ეხლა რა უნდა. არ ვიცი. უბრალოდ მეგობრებო თუ გამრელის ჩაგერთვებით რა. ყველანაირად უეცადე რომ თავისთვის ძალა დამეტნია და უფრო უკეთ მეგდნო თავი. სხვა რამეზე ვფიქრი ვცადე, მომენტში დაძინება ვცადე, აი რა არ ვცადე რა, მაგრამ პირიქით, უარესად და უარესად ხვდებოდი და საბოლოოდ ვფიქრობდი რომ გონებაც კი შეიძლება დამეკარგა იმდენად ცუდად ვიყავ. სწორედ ამის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც რა თქმა უნდა ზურას იდეა იყო და ამისთვისაც მადლობელი ვარ მის იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი უფრო ცუდად გაგრძელებულიყო. დათო ისა. დათო კი არა ზურა. წადი არე. ან მე და ზურა დავიცარით მეგობრებო. ხამის 3 საათი არე. ძალიან ცუდად ყველანაირი გაზვიჟედების გარეშე ვიცახი. ასე ცუდად მე ჩემი თავი არ მახსოვს. სერიოზულად ვიცახი. არც ვიცით რა დაგემართა. მართლა არ ვიცი ამჭირს. თავი მაქვს კახეთ ქვაზე ხა. მანამდე დაძინება ვცადე არ გამოვიდა წერა და გამოვიდა და ზურა მითხრა წავიდეთ და დაუჯერე. და გული მერევე საშინლად. კეთის არეშიც ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს. ეს არის სიბნელი და ქვემოთ სითეთრი. შეთხოვით თავს ცუდად არ დავიჯახ რომ დავით ასე არ მოგვწევი და ინტერნეტი კიდე საერთოდ არ იწევს რომ გავაიცნო. არა ყურადღებით ვიყიდ რა. ეს აშკარად არ არის მცენარეები არის. ერთი საუფროუდერო კამაკ არ სჭირდება ინტერნეტი რა. გავხსენი და მოგეთქარდება.
მეგობრებო, არ მჯერა. მადლობა ღმერთს. მანქანასთან ვარ, აი. დავქოქა. ავი დავიძარით რა და ძალიან ცუდად ვარ ეხლა. ზურას უთხარი მელაპარაკეთ, თორე არ შეიძლება გავვითიშო. გელაპარაკები. ჩაწეული მაქვს. ამ ყინვაში. სიკითას ამ ყინვაში რა. ცოტა რაღაცა ხოზე ვიყო იქნება. გამოვაფრთხილოს. იყო თუ არა ეს ლიამ ნისონის ისტორიაზე უარესწვა. ძალიან ცუდად. კლები არ შეგხვედრიან, ტურები არ შეგხვედრიან, არც დათვები, მაგრამ არანაკლები შიში ვჭამე მე პირადად რო ჩამაგვდიკინა ამ ხელებში. მოკლედ მეგობრებო შეგეხმიანებით მე. როდესაც. ავი ღორთო შიდობი ჩავყვანო სახში. ნახვამდის. მეგობრებო, ისევ გამარჯობა. უკვე მეორე დღე არის, სახლში ვარ. აი როგორ ჩამოვედი არც მახსოვს რა მანქანიდან. კი ჩავწერე მცირე ვიდეო, მაგრამ აი ძლივს ვიყავი აზრზე, თვარები ისე მეხუჭებოდა სიმღერები ჩავწერე, როცა რომ მემღერა რომ ცოტა გამოფხიზრებულიყავი, მაგრამ ისე თავის გამოვიძახე, უფრო ცუდად რო ვიყავი. აწყვეტილი მოვდიოდი, ოღონდ მალე ჩამოსულიყავი, თორე რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო ცუდად ვხდებოდი. მე რომ მოვიდი, მაგრად ვიბანავი და გათიშულს დამეძინა. არაფერი არ მახსოვს ისე. მაგრამ ახლა კარგად ვარ, დღეს ვივარჯიშებ, ვერ შევჭამ, რომ ენერგიები აღვიდგინო. წყალსაც ბევრს მივიღებ. რის თქმა მინდა, ჩემი ვარაუდი რა არის გუშინდელთან დაკავშირებით. კარტოფილი და ხახვი შანსი არა, ეგეთ რეაქციას არ მოახდენდა. გაციებული არ ვარ, ძალიან თბილად ვიყავი, თან ძლიერი იმუნიტეტი მაქვს და ჩემი გაციება მე თვითონ არ მახსოვს. მე მგონია, რომ თოვლისგან რაღაც შემყვა და ძალიან ცუდად მომწამლა. აი, ეგრეთ ცუდად ცხოვრებაში არ ყოფილა, ზოგადად ერთხელ ან ორჯერ თუ მომწარულო. ერთხელ ან ორჯერ თუ უწყენია ჩემთვის რაღაცას, მაგრამ ასე ცუდად ვერ ვიხსენებ. აი, კიდე კაი მარტოც არ ვიყავი. საერთოდ მე მანდ მარტო ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ზურასაც ეცალა და ზურასთან ერთად წავედი, თორე მარტო რო ყოფილიყავი, არ ვიცი რა. ჯერ იქიდან ჩამოსვლაც საკმაოდ რთული იყო, აი მარჯვენა ხელზე თითების წინა მხარეს, სადაც ხელთათმანი არ მეკეთა, ფერი აქვს შეცვლილი და დახეთქილი მაქვს და აი სახელზეც არ ვიცი კადრში თუ ჩანს, მაგრამ აი ეს მხარე მაქვს ამწვარი ქარბუქისგან. საბოლოო ჯამში კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. სხვა დროს სამეცნიერო დახმარებას ჯობია წავიღო თუ სიტყვაზე უჩანთოდ წავა. აი ასე რო არ გამختارიყავი, ბევრად მეც შევძლებდით რა და საერთოდ რაც მქონდა გეგმაში, აი საძილე ტომრის გარეშე, პარალონის გარეშე, კარვის გარეშე, ჩვეულებრივად გავართმევდით თავს რა, გავართვით კიდეც ფაქტობრივად შუაღამით წამოვედით იქიდან და რაც იქიდან ვიარეთ, ის უარესი იყო, ვიდრე იქ დარჩენა ცეცხლთან. ცეცხლთან ვიქნებოდით მთელი ღამე ფხიზლად არ დაგვეძინა. ვიქნებოდით მშვენივრად. მაგრამ საკმაოდ რთული ის გამოვიდა, იქიდან წამოსვლა იყო ძალიან რთული. ახლა იქ ვიდეოებში რომ საუბრობდი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვიყავი. კი იცით რომ ვაღებინე, მაგით უფრო მომეშვა. მაგრამ აი, ეგ რომ მოვიშორე, მე თავზე გადავიდა უკვე, აი თან ეგრეთ ასუსტებული, წყალი არ მქონდა დალეული, მქონდა დალეული რაღაცა შხამი მგონი. არც საჭმელი ის პატარა კარტოფილები და ხახვი არაფერს გვიზავს. მით უმეტეს გითხარით რომ ვარჯიშობ, ბევრ ჭამ და უფრო მივეჩვიე რა. იქიდან მოვდიოდი ჩქარა, რო ოღონდ მანქანასთან ჩამეხწია, იმ შორიდან რო დავინახე მანქანა, უბედნიერესი ვიყავი. პირველ რიგში მადლობა უფალს, რომ შვიდობით ჩამოვედით, იმიტომ რომ ეხა მოწამვლა ისეთი არაფერია, თუ რაღაც საშინელება არ ჭამე, არ დაიღუპები ადამიანი, მაგრამ მოწამვლა ეგეთ რთულ პირობებში, ეგეთ ყინვაში, საშიში, იმიტომ რომ შეიძლება ცუდად გახდე, გაიყინო და ასე შემდეგ. კარგია რომ ზურაც ჩემთან იყო, ტაისონიც ჩემი ერთგული ბიჭი წინ წავიდო და ანუ უფრო ტაისონს მიყვებოდი რა, ეხა ისეთი ნამქერი იყო, ისეთი ქარბუქი იყო და სადაც არ უნდა გაგიხედა, მარტო თეთრს ხედავდი რა. არ ვიცოდით სად წავსულიყავით გზა. და მიყვებოდი ტაისონს, გაჩერდებოდა, შემომხედავდა, შევაქებდი რამე რომე, წავიდოდით ისე, ჩაიგრე ჩამიყვანა მანქანამდე. რავი რა უნდა გითხრათ. ამით ის ვისწავლე, რომ ეგრე თავს აღარ შევეხები. იმიტომ რომ იმ დღეში ბევრი მტაცებელი ბინადრობს, მგლები, ტურები, მელიები, მტაცებელი ფრინველები, ისე ცხოველები და შეიძლება თოვლისგან რაღაც შემყვა, ეგ არის ჩემი 100%-იანი ვარაუდი. აი ვინ ბევრი ექიმიც მიყურებს, ვიცი და ისინიც მიხვდებიან, იმიტომ რომ ანუ ჯერ დამეწყო შუბლის ტკივილი, რაც მე თვითონ არ მჩვევია, მე გულმკერდის არეში საშინელი შეგრძნება თითქოს და ძალიან სუსტად ვარ და გული უნდა წამივიდეს. მე უკვე ხეზე წამოვწექი და ესეც ასუყურებდი და ნატრობდი, რომ კარგად ყოფილიყავი. ხო და მე უკვე უფრო საშინელი შეგრძნება, აი და მაშინ
ვიფიქრეთ, რომ წავსულიყავით. თან ფიქრობდი მეთქი ზურასოონები შევძლებთ მეთქი საერთოდ თქვა სადმე არ წავიქცე ან გული არ წამევიდეს და რამე მე ცალკე ზურად სოდვა ხო არ ვანერვიულებ და ვერც საბოლოოდ გადავწყვიტეს წასვლა. მაგრამ გონია რომ მოვიწამნე თოვლისგან რაღაც საშინელება შემოყვა და ორგანიზმი ეგრე იმოქმედა. მაგრამ ხოძი ვარ მეგობრებო არ იდარდოთ. ეხლა გავაკეთებ მაგ ვიდეოს. მაგრად მეგობრებო, მადლობა რომ მიყურებდით, თქვენ უყურებდით BBR White-ს. მშვენიერი თავგადასავალი გამოგვივიდა. აბა მაგრად.